კი გაგაცნობთ კონკრეტულად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექს რამდენიმე მუხლს და ჩემი გადაცემის ფარგლებში მოვახდენ ამ კონკრეტული სამართლებრივი აქტის იმ ნორმების თქვენთვის გაცნობას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხდება, თუმცა ბევრმა არ ვიცით, ან უბრალოდ ჩვენ პრაქტიკაში არ შეგხვედრია და კონკრეტულად ესენი არის პირველი ნაწილი არის მოძრაობის წესების საჯარიმო მუხლები. Აქ უნდა ვთქვათ, რომ თავდაპირველად სანამ მოძრაობის წესებზე გადავალთ, ეს კოდექსი გვამცნობს მე-18 მუხლით, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ პირს, რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, რადგან იმ საფრთხეს ასაცილებლად მოქმედებდა, რომელიც ემუქრებოდა სახელმწიფოს ან კონკრეტულად საზოგადოებას. ასევე 30 მუხლის თანახმად მოქალაქისთვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ის არღვევს უხეშად არღვევს კონკრეტულად დადგენილ წესებს. და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, თუ ერთადერთი გამონაკლისი არის იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არ არის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ახლა გაგაცნობთ კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას პირს სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრილის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სხვა პირისთვის. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო უფლების მართვის მოწმობა ჩამოერთვა 6 თვის ან ითვალისწინებს 6 თვის შეჩერებას, მაგრამ თუ იმ შემთხვევაში თუ პირი არის არასრულწლოვანი ან 18 წელს არის მიუღწეველი, მას მართვის უფლება ჩამოერთმევა დაახლოებით 1 წლის ვადით. შემდეგ რაც შეეხება ეს თუ განმეორდება მეორეჯერ, ან და იგივე დარღვევა 1 წლის განმავლობაში იქნება მეორეჯერ, პირი დაჯერიმდება 700 ლარით და მართვის უფლების შეჩერების ვადა გადაიწევს კიდევ 1 წლით გაიზრდება. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარ შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გამოიწვევს ამ კონკრეტული პირის, რომელიც გადაცემს მანქანას 1000 ლარის დაჯარიმებას და ამავე ნაწილს თუ დავარღვევთ ჩვენ მეორეჯერ და გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აქვს მართვის მოწმობა და თან ის იმყოფება ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ეს კონკრეტული ფაქტი გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. და თუ ეს კონკრეტული პირი ამავე მუხლს დაარღვევს 1 წლის განმავლობაში, მაშინ 1500 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით. და სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალით მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. და ამ შემთხვევაში თუ მართვის მოწმობა არ აქვს და თან ის არის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ეს დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განახორციელებელ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისთვის, ამ შემთხვევაში გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით და გაზრდას 1000 ლარის ოდენობით. შემდეგ რაც შეეხება ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან გზავრის მიერ უსაფრთხოების ზღუდის გამოუყენებლობა, რაც ნელ-ნელა შემოდის, ასე ვთქვათ, საქართველოში და უკვე მყარად მოიკიდა ფეხი და ასევე უცხოეთშიც საკმაოდ მიღებულია ეს გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. ანუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვმართავთ ავტომობილს, აი ჩვენ გვერდზე მჯდომ პირს არ აქვს შეკრული კონკრეტული ღვედი, აუცილებლად დავჯარიმდებით ამ დარღვევისთვის. და ასევე მეორე შემთხვევა, ასევე ძალიან გავრცელებული, ეს არის მობილური კომუნიკაციით სარგებლობა ავტომობილის მართვისას და ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
შემდეგი რაც მინდა განვიხილო, ეს არის მოტოციკლით მოძრაობისას. თუ იმ შემთხვევაში თუ მოძრაობთ მოტოციკლით და კონკრეტულ პირს ან გზავს არ აქვს შეკრული ჩაფხუტი, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. და შემდეგი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს კონკრეტული საბუთები, რაც ჩვენს უკვე ცნობილია, როგორიც არის მართვის მოწმობა, ასევე ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, ეს ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც თავად ავტომობილი არის გაუმართავი და ეს ისეთი გაუმართავი, როგორც სამუხურჭო სისტემის გაუმართავობა, ან საჭის სამართავი მექანიზმი, ან კონკრეტულად მისაბმელი მოწყობილობა, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც გამონაბოლქვში აქვს გამაჭვირყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს კონკრეტულად დადგენილ ნორმებს, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. და ასევე ძალიან პოპულარული ჩვენს დღევანდელ რეალობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა. ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ეს გამოიწვევს თქვენს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. და იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მართავთ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებას და არ გვაქვს კონკრეტული იმავე კატეგორიის სამართავი მართვის მოწმობა, ეს დაგვეჯარიმებს ჩვენ 200 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამკატარება შეზღუდულია, პირველ ჯერზე გამოიწვევს ჩვენს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მეორე ჯერზე გამოიწვევს 10 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ჯერზე თუ ეს შემთხვევა განმეორდა და ერთი წელი არ იქნება გასული, ეს იქნება 300 ლარის ოდენობით. და სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვანთათვის, ან იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ფლობელის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. რომელიც ამ მუხლის პირველ ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალ დარღვევა, რომელსაც მოყვება სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, გზის, საგზაო ნიშნის ან სხვა ნაგებობის ან ქონების დაზიანება, შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს აქ ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განხორციელება ასევე 1 წლის ვადაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და შეიძლება რთული დარღვევის შედეგად დავჯარიმდეთ ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით. რაც შეეხება ხშირად გვინახავს, თუმცა მე პირადად არ განმომიცდია კონკრეტულ რეალობაში, როდესაც ავტომობილი მოძრაობს არასწორი სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებულია სახელმწიფო სანომრე ნიშანი, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული, დადგენილი წესით გამოიწვევს 250 ლარის ოდენობით. ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის ან მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ჩვენს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო გზის მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით. და ასევე გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ჩვენს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამ მუხლით პირველი, მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალო დარღვევები, რომელსაც მოყვება საავარიო სიტუაციები ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ასევე ამავე შემთხვევაშიც შეიძლება გამოიწვევს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან მათთვის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რაც შეეხება ეს საგზაო წესების დარღვევა.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარით გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ანუ მაგალითად თუ სიჩქარის შეზღუდვა არის 80 კმ/სთ და ჩვენ დავდივართ გადაჭარბებულად 15 კმ/სთ-ით მეტი, ანუ 95 კმ/სთ-ით, ამ შემთხვევაში ჩვენ დავჯარიმდებით 50 ლარით. და თუ ეს კონკრეტული სამართალდარღვევა რეგულარულად განმეორდება, ეს იქნება 200 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოყვა საავარიო სიტუაცია, ან მოძრაობა შეფერხდა გზაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. მარეგულირებლის არის უხნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გაგავლის წესების პრიორიტეტული დაუთმე გზა მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია. ან ამკრძალავის შესვლა აკრძალულია, მოძრაობა აკრძალულია ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების გზაჯვარედინის რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. შემოხდრის სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემდეგი ეს არის ქვეითად მოსიარულე ასაგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, ასევე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ზოების წესების დარღვევა, ეს ალბათ აქტუალური იქნება უფრო რეგიონებში, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო აუცილებელია გავითვალისწინოთ ქვეითმა მოსიარულეებმა ჩვენი მოძრაობის წესებით, სად შეიძლება ჩვენი მოძრაობა, იქ სადაც ავტომობილები ძალიან სწრაფად მოძრაობენ და სად არა. საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშნით მოთხოვნათა უგულებელყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. საერთაშორისო ან შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან მწვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესის დარღვევა, მუხლის გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის გზის, საგზაო და სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. და ასევე კიდევ ერთი დღევანდელი გადაცემისთვის უბილეთო მგზავრობა, მგზავრების უბილეთო გადაყვანა, ასევე ვიცით რომ დაჯარიმდება იმ შემთხვევაში თუ ეს არის ტროლეიბუსი, ტრამვაი, ადგილობრივი საქალაქო რეგულირებული სამგზავრო გადაყვანა, ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით. მაგრამ არსებობს სხვა შემთხვევები, რეგიონული მიმოსვლის მატარებლით თუ იმგზავრებით ჩვენ უბილეთოდ დავჯარიმდებით 20 ლარის ოდენობით, მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლით 40 ლარის ოდენობით და არსებობს კიდევ სხვა დაჯარიმები, რომელიც შეეხება გემს, თვითმფრინავს, მაგრამ ამას უკვე ჩვენ შემდეგ გადაცემებში შევეხებით. იმედი მაქვს ჩემი რჩევები გამოგადგებათ, იმ შემთხვევაში თუ არ იცოდით თქვენ რა შემთხვევაში რა რაოდენობის თანხით დაჯარიმდებოდით და საბოლოოდ მინდა რომ ისევ და ისევ ფეხით მოსიარულეებს ურჩიო რომ გამოიყენონ კონკრეტული გადასასვლელები იქ სადაც არის შუქნიშანი, ან გამოიყენონ მიწისქვეშა გადასასვლელები, ან თუნდაც ნებისმიერი სხვა საშუალება, რადგან არ შეუქმნან საფრთხე საკუთარ სიცოცხლეს და შესაბამისად არ გამოიწვიოს სხვადასხვა მდგომარეობების, ავარიო მდგომარეობები გზაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.